ჩვენი სტუმარი გახლავთ პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენგელია, ვისაუბრებთ მისი ახალი პოეტური კრებულის შესახებ, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ჩიტები დედამიწის განიდებზე. წიგნის გარეკან სამშვენებს დიდი მხატვრის ზურაბ ნიჟარაძის მიერ შესრულებული პორტრეტი. წიგნს კი დართული აქვს შესანიშნავი მწერლების და ლიტერატორების წერილები და ნამონარიდები ქეთევან შენგელიას შემოქმედების შესახებ. მათ შორის თამაზ ჭილაძის, ინგა მილორავას და ზაზა გოგიასი. უფრო მეც პოეტურ კრებულზე თავად ავტორი მოგვიყვება და გვესაუბრება დილომშვიდობის ქალბატონა ქეთევან. მადლობთ მოგესალმებით. მოგესალმებით სოფო, დიდი პატივისცემით მივესალმები ჩვენს მაყურებელს და ბედნიერ დღეს ვუსურვებ. ძალიან დიდი მადლობა. ქალბატონ ქეთევან, უნდა ვისაუბროთ ამ არაჩვეულებრივი წიგნის შესახებ, რომელშიც თავმოყრილია თქვენი ლექსები. თავდაპირველად მინდა გკითხოთ სახელწოდებაზე, რომელსაც მიიქცია ჩემ ყურადღება, ჩიტები დედამიწის განედებზე. რატომ შეარჩიეთ ეს სათაური და რას მოიცავს თავის თავში? სათაურში ჩადებული ყოფილიყო შინაარსი. ჩიტები ლირიკული განაცხადი, ასე ვთქვათ, დედამიწა მასშტაბურობას გულისხმობს და განედების სივრცულობას. ასე რომ გადავწყვიტე, რომ აი ესეთი სათაური შემერჩია. მომგებიანია, რა თქმა უნდა, ერთ სიტყვიანი, ორ სიტყვიანი, მაგრამ შინაარსობრივად დავტვირთე ეს და აქედან გამომდინარე, ასეთ სათაური მივეცი. რაც შეეხება ლექსებს, რომელიც მასში არის თავმოყრილი, აქ არის შესული ძველი ლექსები და ახალი არის დამატებული, თუ რა ლექსები არის აქ თავმოყრილი, თუ სრულად ახალი წინა კრებულებიდან ახალი ლექსებიც არის დამატებული, ის რაც წინა კრებულებში არ შესულა. რამოდენიმე კრებულიდან არის ამოკრებილი ის ლექსები, რომელიც ჩავთვალე, რომ აი ამ კრებულში, ახალ კრებულში უნდა შემეტანა, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ეტაპობრივი განაცხადი, რომელ ლექსებშიც იყო. საქართველოსთან მიმართებაში ისტორიულ ეტაპებს გულისხმობს ზოგად ჩვენი ქვეყნისას. ის ლექსებიც, რომელიც ჩემთვის ძვირფასი იყო წინა წიგნებიდან და რასაკვირველია, ახალი ლექსებიც, იმიტომ რომ 100 ლექსი როცა გამოვიდა ბოლო კრებული ჩემი ამის წინ, იმის შემდეგ არ გამომიცია და ახალი ლექსებიც ბევრი დაემატა, ასე ვთქვათ, ამას და თქვენი ლექსებიც მთავარი სათქმელი რა არის ქალბატონ ქეთევან? ამიტომ ლექსი წეღან სანამ ერთ შევიდოდით, მანამდე გაგიზიარეთ, ასე ვთქვათ, ჩემის შეხედულება, რომ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს ლექსს ადამიანის ცხოვრებაში, მის ფსიქოემოციურ ყოფაზე, ასე ვთქვათ, გავლენას ძალიან ახდენს, ხომ? იმიტომ რომ მთელი ემოციები არის ამ ლექსში წარმოდგენილი, რომელიც გინდა არ გინდა ძალიან გადამდები არის ადამიანისთვის. რა გინდოდათ რომ გეთქვათ ამ ლექსების მეშვეობით და რა ემოციები გინდოდათ რომ გაგეზიარებინათ მკითხველისთვის? ერთად ცხოვრობს ადამიანი, გადის სხვადასხვა ეტაპებს, განწყობილებებიც იცვლება და ამის მიხედვით იცვლება ემოციაც, რა თქმა უნდა. და ტკივილის ფორმაც იცვლება. თემატური თვალსაზრისით რაც შეეხება, ბევრია იქ სამშობლოს თემა, რელიგიური თემა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ქართველი პოეტის არსებობა, სიყვარულის თემა, ფილოსოფიური თემები, ჩემი საყვარელი თემებია ეს, განაცხადები ცხოვრებისეულ ყოფაზე, ისტორიული ასპექტები ბევრია. რაც ქართული პოეზიისთვის ორგანულია, თითქმის ყველა თემა მე ვფიქრობ, რომ არის თავმოყრილი წიგნში. ასე რომ თემატური მრავალმიწვნითი ხასიათის ლექსებიც რა თქმა უნდა არის და ისევე როგორც ყველა პოეტთან ორთემიანობაც შეინიშნება. ახლა როცა სამშობლოზე წერი, ბუნებად შემოდის, ხო, ფაქტობრივად ცოცხლდება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პალიტრა მრავალფეროვანია და აი ესეთი თემებია ძირითადად, მაგრამ განსხვავებული თემებიც არის, ხანდახან არის, რომ თემატური ნიშნით არ გამოირჩევა ლექსი და ვთქვათ, შეიძლება ეს იყოს უფრო აბსტრაქტული და პოეტური განაცხადია უბრალოდ. ასეთიც რამდენიმე არის შიგნით. და მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ლიტერატორს, მწერალს, თქვენ ჩამოთვალეთ 3 მათგანი და ნათელში იყვნენ, ისინი გარდაცვლილები არიან და მინდოდა პატივი მიმეგო მათი სახელებისთვის და ჩემთვისაც სიამაყე ახლა როცა თამაზ ჭილაძის წერილი აქვს დართული. მე მინდა მადლობა უთხრა ივანე ამირხანაშვილს ის
მისი წერილიდან ამონარიდი ერთვის მაკა ჯოხაძეს, მისი წერილიდანაც არის მაია ჯალიაშვილს და გატანილია ზალბოტკოველის წერილიდან ძალიან ვრცელი ამონარიდი ჩემი შესავლის შემდეგ. ყველას მათ უდიდესი მადლობა დაფასებისთვის და ყურადღებისთვის და თანადგომისთვის. კაპიტან ქეთევან, რას ნიშნავს თქვენთვის, როდესაც ასეთი ადამიანები აფასებენ შემოქმედებას, რომლებიც ასე გულუხვად გამოხატავენ თავის დამოკიდებულებას და არიშურებენ ასეთ საქებარ სიტყვებს, ასე ვთქვათ, ხო, რომელიც თქვენ პოეზიისადმი და თქვენ შემოქმედებისადმი ნამდვილად არ დაიშურეს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ეს არის ტკივილიანი გზა. იმიტომ არა, რომ თხზვის პროცესი, მუშაობის და შრომის პროცესი მძიმეა, არა. უბრალოდ გარემო გვაქვს ჩვენ ისეთი, რომ არ არის ახლა უცხო და პირველი არ ვარ და უკანასკნელი ადამიანური თავდასხმები, კატასტროფები, რაღაც გაჭირვებები, პატარა ეკონომიკის არ გულისხმობ სულიერ გაჭირვებებზე მაქვს ლაპარაკი, ეს ხშირად გვხდება, მაგრამ აი ასეთი ამბები, როცა ხდება ვიღაცა დაწერს, ახლა როცა სიტყვით გაკეთებს და ერთი-ორ სიტყვას გეტყვის კარგს, ეს სხვა არა, მაგრამ რომ ჩაუჯდება და შენს კრებულზე იმუშავებს და ამ ხელა რამეს დაწერს, მით უფრო ესენი ძალიან სერიოზული მწერალი და მკვლევრები არიან. დიდი სიხარული იყო ჩემთვის და მე ვეცადე რომ პატივისცემა იმით გამომეხატა რომ ჩემს საეტაპო წიგნში ამონარიდები ხმთლიანად წერილები არ გამოვიდოდა, მაგრამ ამონარიდები შემეტანა და რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულოა და რა თქმა უნდა ის დღეები, როდესაც ეს წერილები იბეჭდებოდა და გამოქვეყნდა ხოლმე, ჩემთვის იყო ძალიან სასიხარულო დღეები. დიახ, როდესაც ვეცნობოდი თქვენს პოეტურ კრებულებს და ზოგადად სადაც თქვენს სოციალურ გვერდზე შევედი, იქ გეწერათ ამ კრებულის შესახებ და იქვე ასეთ მინაწერია, რომ პოეზია მთელი ცხოვრებაა და არც ერთი ლექსი არ დაწერილა კარგ გუნებაზე, ხო? რატომ დაწერეთ, ასე ვთქვათ, ეს რა იყო თქვენი მთავარი სათქმელი ამ სიტყვების განმარტება ძალიან მაინტერესებს, რატო არ იწერება თუნდაც იგივე კარგ გუნებაზე ლექსი და რატომ არის მაინც გამოხვილებული ყურადღება ამ სევდიან იცით რა არის თითქოს არის რომ უფალი როცა რაღაცას გჩუქნის აი პატარა ცალკე სამყაროს არა მე ამასთან ერთვის რაღაც ადამიანური კატასტროფებიც წეღან უკვე ვახსენე. არის რაღაცა ესე ჩვეულებრივი თავდასხმები და გავიხსენებ ბატონი ოთარის სიტყვებს, ოთარ ჭილაძის სიტყვებს, დიდი მწერლის და პოეტის. ერთხელ მითხრა, რომ იცით რა ესე ვისხედით ვახშავზე და იცი რა ცხოვრებისეული ტკივილებიო, ეს ჩვეულებრივი ყოფა არისო. ეს არ არის რამე უცნაურიო და მე დავფიქრდი და გაძლიერებული წამოვედი იქიდან. ჯერთი წუწუნი არ არის საჭირო, მაგრამ მე ის ავტორი ვარ, რომლის განწყობილებებიც ძალიან მიბმულია საქართველოს ყოფასთან და ბედიღბალთან და ჩემთვის ახლა საქართველოს ყოფა არასოდეს არ ყოფილა პოლიტიკის ნაწილი. ჩემთვის ეს არის სამშობლოს სიყვარული, მეტი არაფერი და მოგეხსენებათ ახლა სამი ომი, სამი რევოლუცია ქვეყანამ გაიარა, ეროვნული მოძრაობის დამხობა 90-იან წლებში. პირველი პრეზიდენტის გადმოგდება, მერე ისევ ცვლილება, მერე სიბნელის წლები, მერე კიდევ ცვლილებები, იქ თითქოს ინტელიგენციის მიმართ ძალიან არაორდინალური დამოკიდებულებები, ახლაც ბევრი ტკივილი გვაქვს დაკარგული სამაჩაბლო, დაკარგული აფხაზეთი და ახლა კარგ გუნებაზე ფაქტობრივად ვერც მოვახერხე ყოფნა, იმიტომ რომ ყველაფერი ეს ჩემ თაობაზე აისახა, ჩემს თაობას შეეხო და ამას თავს ვერ დააღწევ ძალიანაც რომ გინდოდეს და ის ადამიანიც არ ვარ მე, რომელიც გაიქცევა ქვეყნიდან და გაექცევა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ შენ ქვეყანაზე ბედნიერი მოგეხსენებათ ნათქვამია ვერ იქნები, ისეთი უნდა იყოს როგორც შენი ქვეყანაა და აი ეს იწვევს ალბათ აი ამ განწყობილებებს. და ახლა პირად რაღაცებზე წუწულს არის მომავალი თაობისთვის, რომ ეს ყველაფერი გაიაზროს, გაისიგრძე განოს, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული, რა მოვლენები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ და შესაბამისად როგორ აისახა ის თქვენს ცხოვრებაში, თქვენს შემოქმედებაში, როგორ გადმოიტანეთ ეს ყველაფერი. კი, ეს არის ეს ასპექტი
ვხვდები ნამდვილად ყველა ასპექტი არის სამაჩაბლოზე, აფხაზეთზე, ის ეროვნული მოძრაობის გმირებზე, აბსოლუტურად ყველაფერი და ერთი დიდი ტკივილი არის ჩემთვის კიდევ ყველაზე უფრო დიდი, რომ ჩვენი ახალგაზრდები ძალიან ხშირად მიდიან და თუ სასწავლებლად მიდიან და უკან ბრუნდებიან, ეს ძალიან კარგი, მაგრამ თუ მიდიან და უკან აღარ ბრუნდებიან, აი ეს არის ძალიან ცუდი და მე მინდა რომ მათ გააცნობიერონ, რას ნიშნავს სამშობლო და უკეთესი სამშობლოსთვის და უფრო კარგი სამშობლოსთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ. მათია ეს ქვეყანა, მათია და თვითონ უნდა იბრძოლონ ამისთვის. დიახ, ჩვენზე არის დამოკიდებული რეალურად რამდენ ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა. ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი, მე ასე მგონია. და ფიქრს, შრომას, ბრძოლას და ზრუნვას რაღაცებზე ყოველთვის მოაქვს შედეგი. თუ მაქსიმალური არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც საშუალო შედეგი მოაქვს და მე მგონია რომ ახალგაზრდები ამას ჩემზე უკეთესად გაიგებენ. დიახ, კაპიტან ქეთევან ძალიან ლამაზი პორტრეტი არის. რომელიც არჩევლებრივ მხატვარს ეკუთვნის კი. ამ პორტრეტის შექმნის შესახებაც რომ გითხრათ, თუ შეიძლება, როგორ შეიქმნა, როგორ დაიწერა. მერგო აი ესეთი დიდი პატივი რომ ამ დიდ პიროვნებებთან და ადამიანებთან, რომლებიც ქართული კულტურის მესაჯები იყვნენ და ერთ-ერთი ბატონი ზურაბ ძანდებოდა, ზურაბ ნიშარაძე, მასთან მეგობრობდი, მასზე მაქვს რამდენიმე წერილი, მე თვითონ დაინტერესდა ჩემი პოეზიით, მოეწონა წიგნი მთხოვა და ასე უფროს უმცროსული მეგობრობა გქონდა და მე ერთხელ თავყრილობა იყო იღებდნენ ბატონ ზურაბზე ფილმს და იქ ვისხედით მის სახელოსნოში რამოდენიმე ადამიანი და მე მითხრა რომ გადავწყვიტეო რომ შენი პორტრეტი უნდა შევქმნაო და მე ვთხარი ბატონ ზურაბ მე მეთქი ვერ ვჩერდები დამჯდარი ესე იმიტომ რომ მხატვრებთან მეგობრობ და ვერავისთან ვერ გავჩერდი ვტრიალებ აქეთ-იქით და თავსაც ვატრიალებ და ესე ვერ და ამას არ აქვს მნიშვნელობა თუ გინდა ილაპარაკო თუ გინდა იარეო ოღონდ როცა გეტყვიო აი 1-2 წუთი გაჩერდიო და ფაქტობრივად ეს ნუ ლირიკული არ არის ახლა ეს პირდაპირ პორტრეტი მაგრამ ჩემი მოძრაობის პერიოდში აქვს ეს დახატული ასე არ ვიჯექი მე ვიჯექი რამოდენიმე წუთი ხოლმე და მე მოსაიფობდით და აგრძელებდით სხვა საქმეებს როგორც დაგინახათ, როგორც წარმოგიდგინეთ შესაბამისად ისე შექმნა სწორედ ეს მხატვარი იყო და მის ხედვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. ჩემთვის დიდი ბედნიერება რომ ეს პორტრეტი არის, დიდია ეს პორტრეტი საკმაოდ და მე მაჩუკა ერთ-ერთ ჩემს ლიტერატურული საღამოს შემდეგ გამომიგზავნა და მაჩუკა და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს პორტრეტი მაქვს და მისი კიდე 1-2 ნახატი ასე რომ ჩვენი მეგობრობა ამითიც გამოვხატე რომ კაპიტან ქეთევან ხომ არ გაქვთ სურვილი ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ ის ემოციები რომელიც თქვენს ლექსებში ასე ჭარბობს და წავუკითხოთ მაყურებელს რომელიმე ლექსი სიამოვნებით წავიკითხავ აი წეგან აფხაზეთის ტრაგედია ვახსენე და ამის დავიწყება ნიშნავს რომ ბრძოლა დავასრულეთ მაგრამ ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს და ვიმეორებდეთ პატარა ლექსი შერჩენილა საქანელა ხეზე მუხას ფერი დაზდებია მიწის იწვის სახლი მამა პაპის ეზო აფხაზეთში საქართველო იწვის ჭიშკრის ახლოს წამივიდა გული პაწაწინა ფეხსაცმელი ეგდო დაიფარე საქართველოს სული შენი ჯვარი დაიფარე ღმერთო ეს არის აფხაზეთზე დაწერილი ლექსი ძალიან დიდი მადლობა კიდევ ხომ არ წაგუკითხავდით იცით რა უფრო დიდი სახელი ვიდრე ილია ჭავჭავაძეა მე მგონი საქართველოში ნაკლებად მოიძებნება და თუ შეიძლება ერთ ლექს ილიას ხსენების გარეშე არ მინდა დღევანდელი დღე დავასრულოთ და ჩვენი შეხვედრა სიამოვნებით მოგისურვებთ იქნებ დამტოვოთ ჩემს სიმარტოვეს სულ არ უხდება უცხოს თვალთვალი ორა სანდოა ღვთის მშობელივით ლექსის მწყარი და პურის თავთავი ეს შემოდგომაც ხომ მიილია მოიპარება ისევ ზამთარი წევს მთაწმინდაზე დიდი ილია საქართველოსთან ცამდე მართალი
ურმესი მადლობა ქალბატონ ქეთევან. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის წარმატებებს გისურვებთ და დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთი კრებულის შესახებ გვექნება ჩვენ საშუალება რომ ვისაუბროთ ამ ეთერში და გავუზიაროთ ეს მნიშვნელოვანი ემოციები, რომელიც ესე მრავლად არის თავმოყრილი და საჭიროებს ადამიანში, ყველა ადამიანში ამ ემოციების გაღვიძებას და გამოღვიძებას, ასე ვთქვათ. ურმესი მადლობა. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენგელია და სწორედ მისი ახალი ლექსების კრებულის შესახებ გვქონდა საუბარი.